კვარას დუბლი და შანსი ოქროს ბურთზე. ინციდენტი მამარდასთავს. დავითაშვილის დაქვეითება, კიდეიშვილის დიდი მიღწევა და მეტი სხვა სიახლე. სანამ ამაზე საუბარს დავიწყებდეთ, გითხოვთ რომ დაალაიქოთ ვიდეო და ავიყვანოთ ვიდეო 2000 ლაიქზე. გამოვიწეროთ არხი და ჩავართოთ ზარის ღილაკი. 2024-25 წლების დამამახსოვრებელი და განსაკუთრებული სეზონი დასასრულს უახლოვდება. განსაკუთრებული ბევრი მიზეზის გამოა. ერთ-ერთი ისაა, რომ ჩემპიონთა ლიგა ასეთ ფორმატში პირველად ჩატარდა. ალბათ მაყურებლის იმედებიც გაამართლა, განსაკუთრებით ბარსელონას თამაშებმა, რაც 10-დან 9 შემთხვევაში სრული დრამა და თრილერი იყო. მაგრამ ჩვენთვის სხვა რამის გამოა ეს სეზონი გამორჩეული. 70 მილიონად ნაპოლიდან PSG-ში შედგა ტრანსფერი. საუბარია რა თქმა უნდა ხვიჩა კვარაცხელიაზე. ქართველმა პირველივე 2-3 თამაშში ნიჭიერი ფორვარდებით გატენილ გუნდში თავისი ადგილი ძირითად შემადგენლობაში იპოვა და დაიმკვიდრა. გაიტანა რამდენიმე ულამაზესი გოლი, გაიტანა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშიც და ახლა მას აქვს შანსი ლიგა 1-თან ერთად 24 წლის ასაკში პირველი ჩემპიონთა ლიგაც მოიგოს. კვარამ თუ მაგარი ფინალი ჩაატარა და PSG-მ ინტერს მოუგო, ვინ იცის, იქნება თუ არა უსმან დემბელე ოქროს ბურთის მთავარი ფავორიტი. ამაზე საუბარი ჯერ მაინც ადრეა, თუმცა გადავხედოთ ავტორიტეტული გამოცემის გოლის ლაივ რეიტინგებს ოქროს ბურთის კანდიდატთა სიაში. პირველ ადგილს ჯერჯერობით ზემოხსენებული უსმან დემბელე იკავებს. მეორე 17 წლის ლამინი ამალია, მესამე რაფინია, შემდეგ დონარუმა, სალაჰი, პედრი, კეინი, მბაპე, მეათე ადგილზე კი ხვიჩა კვარაცხელია. ტოპ-10-იც კი ისტორიული შედეგია, თუმცა რა თქმა უნდა მეტი სურვილიც არაა აურიგო. ჩემპიონთა ლიგის ფინალი სათამაშოა. კვარას სხვა ფეხბურთელებისგან განსხვავებით, რომლებიც სიაში მასზე წინ არიან, ეს უპირატესობა აქვს. საუკეთესო ფეხბურთელის დადგენა, რომ სტატისტიკითა და გოლების რაოდენობით არ ხდება, ეს წინა წელს დასტურდა, როდესაც ოქროს ბურთის საყრდენ ნახევარმცველ როდრის გადაეცა. ლამაზის სტილის და მოძრაობების გარდა, კვარას გავლენა გუნდის თამაშებზე ბურთის გარეშეც აისახება და ამას მე კი არა ლუის ენრიკე ამბობს და ტიერი ანრი ემოწმება. ქართველის კარგმა სეზონმა ჩვენ არ უნდა დაგვაუწყოს ის, თუ რას ჩადიან სხვა კონტენდერები. მაგალითად უსმან დემბელე, რომელსაც 2025 წელს გოლი უფრო მეტი აქვს ვიდრე თამაში. მუჰამედ სალაჰი, რომელმაც პრემიერ ლიგა რამდენიმე ტურით ადრე მოიგო და 28 გოლი და 18 ასისტი უდევს უკვე ჩემპიონატში. ლამინი ამალი, რომელიც 17 წლის ასაკში აკეთებს იმას, რაც აქამდე არც ერთ მისი ასაკის ფეხბურთელს არ უქნია. მოკლედ, დასკვნების გაკეთება ჯერ ადრეა, თუმცა ის ამბავი, რომ ქართველი ოქროს ბურთის ნომინანტთა შორის კიდევაა, თან როცა ბევრი იძახდა, რომ 2023 წლისნაირი სეზონს ვეღარ ჩაატარებდა და PSG-ში გადასვლით კარიერას იფუჭებდა, კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის ამ ამბავს. კვარაცხელიამ ბოლო ტურში ოსერის წინააღმდეგ საჯარიმოს გარედან შეაგდო. ეს მისთვის პირველი გოლი იყო PSG-ს მაისურით მარჯვენა ფეხით. შემდეგ მეკარის მოტყუებით დუბლი შეასრულა და თამაში, რომელსაც პარიზელები აგებდნენ, პირადად მოიგო და ლიგა 1 კარგ ნოტაზე დაასრულა. ოქროს ბურთის სიაში მეათეზეა, მაგრამ გავლენიანმა გამოცემა გიუმი სპორტსმა მოქმედი ფეხბურთელებიდან 10 საუკეთესო დრიბლიორი დაასახელა, სადაც იგი პირველ ადგილს იკავებს. პირველზე ხვიჩაა, მეორე რაიან ჩერკი, მესამე მუსიალა, მერე ვინისიუსი, დემბელე, მესი, იამალი, დეზირე დუე, ნიკო ვილიამსი და კილიან მბაპე. სანამ ვალენსიასა და კონკრეტულად მამარდას თავს მომხდარ ინციდენტზე გადავიდოდეთ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თუ არ გიქნიათ, ავიყვანოთ ვიდეო 2000 ლაიქზე, გამოვიწეროთ არხი და ჩავართოთ ზარის ღილაკი, რომ არ გამოვტოვოთ მეტი ასეთი საინტერესო ინფორმაცია ფეხბურთის შესახებ. გადავიდეთ კიდევ ერთ ქართველზე. ესპანურ მედიაში არც ხდება საუბარი ლა ლიგის 36 ტურში ალავესი ვალენსიას მატჩის სკანდალურ ეპიზოდთან დაკავშირებით, რომლის დროსაც სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა. შეხვედრის 75 წუთზე, როდესაც ანგარიში 0-0 იყო, ვალენსიას მეკარე მამარდაშვილმა მაღალ ბურთზე გამოსვლაზე თამაშისას წონასწორობა დაკარგა და მეტოქე ფეხბურთელს სანტიაგო მოურნიოს შეეჯახა. მატჩის მთავარმა არბიტრმა ხესუს ხილმანსანომ უმალ პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა. ქართველ გოლკიპერს კი ყვითელი ბარათი უშვენა. ვარის ოთახიდან არბიტრს ეპიზოდის განმეორებით ნახვა ურჩიეს, მაგრამ მანსანომ გადაწყვეტილება არც ნანახის შემდეგ შეცვალა. ჟოან ჟორდანმა 11 მეტრიანი გაიტანა, რამაც საბოლოოდ თამაშის ბედიც გადაწყვიტა. მოგვიანებით ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაქვეყნა აუდიო ჩანაწერი, რომელშიც ალავესი ვალენსიას მატჩში პენალტის ეპიზოდის მომენტში ვარის წარმომადგენლისა და არბიტრის საუბარია ასახული. ვარის წარმომადგენელი ეუბნება, მოკლედ ხესუს გირჩევთ იხილოთ გამეორება, პენალტი საეჭვოა, უნდა გადაამოწმოთ. არბიტრი ამბობს, მშვენიერი, მინდა ვნახო, პირველი ვინ ეხება ბურთს და ვინ თამაშობს მასზე, მადროვე, ახლავე. მანსანო იძახის, მე მაინტერესებს შეეხო თუ არა ბურთს მეკარე. გასაგებია? დიახ. აი დააკვირდი, დაიცადე. მეკარე არ ეხება ბურთს. ის ეჯახება და აგდებს მეტოქეს. გადაწყვეტილება არ უნდა შევცვალო. პენალტია. მომენტის შეფასებისას გაცილებით ხისტი იყო ვალენსიას და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მეკარე, ამჟამად კი კადენა კოპეს კომენტატორი სანტიაგო კანისარესი. სირცხვილია ასეთი პენალტის დანიშვნა. არ ვაპირებ ვიკამათო იმაზე არის თუ არა აქ წესების დარღვევა, რადგან შესაძლოა წესების თანახმად ეს მართლაც პენალტი იყოს, მაგრამ სამარცხვინოა ის, რომ ფეხბურთში ასეთი მოქმედება პენალტით ისჯება. წესები შესაძლებელია. ეს არ არის უხეშობა, ეს ჩვეულებრივი კონტაქტია. ვალენსიამ სტუმრად ალავესთან მარცხით 10 მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვეტა და ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე კონფერენცია
Conference ლიგის საგზურის მოპოვების შანსი პრაქტიკულად დაკარგა. ფამურები ცხრილში 45 გულით მე-11 პოზიციას იკავებენ. მომდევნო შეხვედრას კი 18 მაისს საკუთარ მოედანზე ბილბაოს ატლეტიკთან ჩაატარებენ. პენალტის მომენტს რომ დამუბრუნდეთ, აღსანიშნავია ის, რომ გიორგი ვერ იჯერებდა არბიტრის გადაწყვეტილებას. მატჩის შემდეგ თქვა, რომ ვერასდროს გაიგებს, რატომ დაენიშნა პენალტი. ჩემთვის ეს პენალტი არ არის და ვერასდროს გავიგებ, რატომ დაენიშნა. ალავესის ფეხბურთელებმაც თქვეს, რომ პენალტი არ იყო. რა გაეწყობა, უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა. მომენტი გამეორებაზეც ვნახე და იგივეს ვფიქრობ. ეს პენალტი არ არის, აღნიშნა მამარდაშვილმა. თამაშის შეფასებისას მან თქვა, აქ თამაში ძალიან რთულია. ალავესი ყოველთვის ბურთისთვის იბრძოდა. მიზანს მივაღწიეთ, ლიგაში დავრჩით და ახლა ბოლომდე უნდა მივიდეთ. ეს გუნდი ბრძოლას არასდროს შეწყვეტს და არ დანებდება. ავსტრიის ბუნდესლიგის კლუბების პრეზიდენტებმა, მენეჯერებმა და მწვრთნელებმა 2024-25 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ოთარ კიტეიშვილი დაასახელეს. გრაცის შტურმის ქართველი ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში 9 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გაიფორმა. მისმა კლუბმა კი რეგულარული ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულა. შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა. 23-24 წლებში სწორედ ქართველი გამოავლინეს საუკეთესოდ. კიდევ ერთ ქართველ შევეხებით და ეს უფრო სევდიანი ამბავია. ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენს ბოლო ტურის წინ ჰქონდა შანსი გადარჩენილიყო პირდაპირ გავარდნას და ელიტაში ადგილი შესანარჩუნებლად ბრძოლა პლეი-აუთში გაეგრძელებინა, მაგრამ ვერ გამოიყენა. ჰენრიკ ჰორნელანდის შეგირდებმა ტულუზასთან საშინაო დაპირისპირებაში 2 გოლი პირველ 15 წუთში გაუშვეს და ამოცანა კიდევ უფრო გაირთულეს. მწვანეებმა ტაიმი ანგარიშით 1-2 დათმეს. შესვენებამდე კი ზურიკოს ჰქონდა გატანის ძალიან კარგი შანსი, მაგრამ სტუმართა მეკარეს ვერ აჯობა. მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრებმა მესამეც გაიტანეს. მერე კი დავითაშვილის ასისტით ანგარიში 2-3 გახდა. საბოლოოდ სენტ-ეტიენი სწორედ ამ ანგარიშით დამარცხდა. გუნდმა 30 გულით ცხრილში ბოლოს წინა მე-17 ადგილი დაიკავა და მომავალ სეზონში ლიგა 2-ში ითამაშებს. რაც შეეხება 24 წლის ზურიკოს, მან ლიგა 1-ის 33 შეხვედრაში 9 გოლი და 8 ასისტი მიითვალა და არის მოლოდინი, რომ ასეთი სტატისტიკის პატრონს დაქვეითებულ გუნდში არავინ დატოვებს. ქართველებს გავცდეთ და მსოფლიო ფეხბურთსაც შევეხოთ. კრისტალ პალასმა მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ FA თასის ფინალში გუნდის ისტორიაში პირველი ტიტულის მოპოვება შეძლო. მატჩის ერთადერთი გოლი მე-15 წუთზე პალასის ლიდერმა ებერეჩი ეზემ გაიტანა, რომლის მსგავსი ტალანტიც ალბათ შემდეგ სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდს დატოვებს. სენსაციებში ძალიან ხშირად მთავარ როლში მეკარეები არიან. გამონაკლისი არც ეს ყოფილა. ერთ დროს მანჩესტერიდან გამოშვებულმა 딘 ჰენდერსონმა ფრთები მოიბა და გადაწყვიტა, რომ გოლი არ უნდა გაეშვა. არ ჰქონდა მნიშვნელობა დარტყმა ჰალანდის იყო თუ დე ბრუინის. დინმა პენალტის მოგერიება შეძლო პირველივე ტაიმში. საინტერესოა, რომ პენალტი KDB-სა და ჰალანდის მოედანზე ყოფნის მიუხედავად მარმუშმა შეასრულა. ერთი სიტყვით, პალასმა ისტორია დაწერა. სიტიმ კი სეზონი, რომელიც მათ დაღმასვლად ითვლება, კიდევ ერთი კრახით დაასრულა. დასასრულს მიუახლოვდა ეს ვიდეოც. საბედნიეროდ, ეს კრახით არა. ამიტომაც, კრახით რო არ მიუახლოვდეს ესეც, ხო, დაალაიქოთ ვიდეო, ავიყვანოთ ვიდეო 2000 ლაიქზე, გამოვიწეროთ არხი, მალე ავიდეთ 10000 subscriber-ზე, ჭავთოთ ზარისხილაკი, რომ არ გამოვტოვოთ მეტი საფეხბურთო ვიდეო.